მზის პანელები გაძვირდა მიზეზი იშვიათ მინერალებზე ფასის ზრდა, რომელიც წარმოებაში გამოიყენება, შედეგად პანელებზე ფასი წლის დასაწყისიდან დაახლოებით 30% არის გაზრდილი. მოსალოდნელი, რომ 1 აპრილიდან ჩინეთი კიდევ 9%-იან შეღავათს მოხსნის მზის პანელების ექსპორტზე, რაც პროდუქტს კიდევ უფრო გააძვირებს. ფასზე უარყოფითად აისახება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო გართულებული და გაძვირებული გადაზიდვაც. ჯამში მოსალოდნელი, რომ უახლოეს პერიოდში მზის პანელების ფასი 40%-ით გაიზრდება. მოსალოდნელი, რომ ფასების ზრდა დაბრკოლებას შეუქმნის იმ ქართულ ინვესტორებს, რომლებმაც CFD აუქციონი 5.6 ცენტად გაიმარჯვეს აუქციონში და ეკონომიკის სამინისტროსგან მემორანდუმების გაფორმებას ელოდებიან, როგორ შეიცვლება ვითარება მზის ენერგიის ბაზარზე. ეკა გაზდელიანი შემოგვიერთდება დეტალებით, ეკა მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმები, ნუცა. ახალ და დაგეგმილ პროექტებში მზის პანელებზე ფასების ზრდა უკვე ასახულია, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, მზის პანელების გაძვირება რამდენიმე გლობალურმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორისაა საწარმოო ნედლეულზე ფასების ზრდა და ტრანსპორტირების ხარჯების მკვეთრი მატება. დარგის წარმომადგენლების განმარტებით, თუ აქამდე ჩინეთიდან ფოთამდე ერთი კონტეინერის ტრანსპორტირება $3,000 ჩდებოდა, დღეს ეს ფასი $5,000 უახლოვდება და ამასთან 1 აპრილიდან ჩინეთის მთავრობის მიერ მზის პანელების ექსპორტზე დაწესებული შეღავათები უქმდება. ეს ცვლილებები კი სხვა ფაქტორებთან ერთად მზის პანელების ფასს ჯამში 40%-ით აძვირებს, ხოლო უკუგების პერიოდს 10 წელზე მეტად ზრდის. ეს მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვნად გაურთულებს და გაუძვირებს პროექტებს იმ კომპანიებს, რომლებმაც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონებში გაიმარჯვეს და 5.6 ცენტიანი ტარიფით გეგმავენ პროექტების განხორციელებას. ამ პროექტების რენტაბელობა მოსალოდნელია, რომ შემცირდება და შესაძლოა ბევრმა კომპანიამ უარიც თქვას პროექტების განხორციელებაზე. ბევრს გაწეული აქვს უკვე ხარჯები პროექტის განხორციელების, აქ ჩატარებული აქვს კვლევები, ზოგს მიერთების საფასური გადახდილი აქვს, ზოგმა მიწაც შეიძინა, ასე რომ ინვესტიცია გაწეული აქვს და ახლა პროექტი მინიმუმს ვიძახი და ახლოვებით 15-დან 20%-მდე უძვირდება. ამ ახალი ფასებით მაინც მომგებიანი რჩება ჩვენი შეფასებით და ჩვენი გადათვლით, თუმცა ოღონდ ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში. ანუ აქ არის საუბარი 10 წელი და მეტ, ასე ვთქვათ, მეტი, ასე ვთქვათ, უკუგების პერიოდზე. გლობალური ბაზრის ცვლილებების ფონზე დარგის სპეციალისტები და წარმომადგენლები სექტორის განვითარების შემაფერხებულ მთავარ მიზეზად ფასებთან ერთად სახელმწიფო ბიუროკრატიას ასახელებენ. მოსალოდნელია, რომ საქართველოში 1 კილოვატი მზის ენერგიის სისტემის ინსტალაციის ფასი, რომელიც შარშან $280-320 ფარგლებში მერყეობდა წელს $400-მდე გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები საკუთარი მარჟების შემცირებით ცდილობენ ფასების შენარჩუნებას, მომხმარებლებისთვის ღირებულება მაინც საშუალოდ 15%-ით მოიმატებს. ფასების ზრდაზე არანაკლებ პრობლემად სექტორში სწორედ სახელმწიფო უწყებების მხრიდან შენელებული მუშაობაც სახელდება. დარგის წარმომადგენლების განცხადებით, ცალკეულ ინდუსტრიულ პროექტებში საპროექტო სამუშაოების სინქრონიზაცია და ნებართვების მიღება ხშირად თვეობით ჭიანურდება და აუცილებელია თვითმმართველობებისა და სამინისტროების მხრიდან ტემპის აჩქარება, რათა ენერგოდამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არ შენელდეს ამ მიმართულებით. თავისთავად რენტაბელობა დაიკლებს თუ ბიუროკრატიული მანქანა იგივე ტემპით იმუშავებს, იმიტომ რომ რიგ საკითხებში ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ სიტყვაზე რაღაც მზის სადგურის საპროექტო სამუშაოები მიდის და არის ძალიან შენელებული მუშაობა სახელმწიფოს მხრიდან. ეს გადასახედი არის, მზის პანელის ფასი გაიზრდება, მაგრამ საერთო ჯამურ კომპონენტში, ხო? თუ აქედან ჩვენ ბიუროკრატიის ნაწილს გავაუმჯობესებთ, ხო? დანახარჯები რაც სიტყვაზე ბანკში მიდის, ხო? ამ შემთხვევაში მოხმარდება პირდაპირ მზის ელექტროსადგურს. სტატისტიკური მონაცემებით წელს იანვარ-თებერვალში მზის პანელების იმპორტმა $30 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12-ჯერ მეტია. ეს ნახტომისებური ზრდა დარგის წარმომადგენლების შეფასებით გამოწვეულია იმით, რომ კომპანიებმა მოსალოდნელი გაძვირების წინ პროდუქციის მომარაგებას სცადეს, ასევე რამდენიმე მსხვილი პროექტი მშენებლობის აქტიურ ფაზაში გადავიდა, თუმცა ამასთან დარგის წარმომადგენლების ინფორმაციით ეკონომიკის სამინისტრო განიხილავს, რომ მზის და ქარის პროექტები პრიორიტეტებიდან ამოიღოს და მემორანდუმების გაცემა შეაჩეროს. დარგის წარმომადგენლებს ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს, რომ ენერგოსისტემის შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე სისტემას არ შეუძლია იმაზე მეტი ენერგიის ინტეგრირება, ვიდრე მოთხოვნაა და სამინისტრო განიხილავს ახალ მიდგომას, რომელიც მიხედვითაც ქსელში ენერგიის სიჭარბის დროს პირველ რიგში მზის და ქარის სადგურები გაითიშება, ხოლო ჰესები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. ამ საკითხზე უფრო ვრცლად 19 საათზე ჩვენს თავარ შემაჯამებელ გამოშვებაში კი ამბობთ.
მადლობა ეკა, ეს ეკა გაზდელიანი იყო, რომელმაც მზის ენერგიის ბაზარზე არსებული ვითარება გაგვაქვთ.